თითქოს დღეს ის მარიცა ხდება გულიკი ლამაზი სიყვარულით გათბება საით მიფრინა ბენწოლიებინე და ცისკენ მიდიან და ბრუნდებიან Kuchis bolus molodini დგას ისევ ზღვა დაუცნება მეძახი მოდი ვარ შური გზა გველო Maria ხდება გულიკი ლამაზი სიყვარულით გათბება საით მიფრინა ბენწოლიებინე და ცისკენ მიდიან და ბრუნდებიან სვეტად მე ისევ სიყვარულის გზას იმ ქუჩის ბოლოს მოლოდინი დგას საით მიფრინა ბენწოლიებინე და ცისკენ მიდიან და Kuchis bolus molodini დგას გესალმებით უღრმეს მადლობას გიხდით მოწვევისთვის და დღეს მე მინდა სანამ კითხავთ გამისმევდეთ მინდა რომ დღეს მე თქვენი ეთერით ვისარგებლო და უღრმესი მადლობა გადავხადო ჩემ თითოეულ მასწავლებელს იმ წვრილისთვის რაც ჩადეს ჩემ შრომაში და მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო მათ რაც ჩემ განათლებაში ჩადეს მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ჩემ თეატრალურის მასწავლებლებს ქალბატონ ნატალიას და ნიკას და აქედანაც მოვიკითხავ მათ რადგან ძალიან შემოყვარეს თეატრალური და მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ჩემ ფორტეპიანოს მასწავლებელს ქალბატონ ნინო ხაჩიძეს და აქედანაც მოვიკითხავ მას ჩვენცადე მადლობებში შემოგიერთდე მოიცა მადლობა ვინც ჩამოთვალა ყველას იმიტომ რომ ფანტასტიკური გოგოა იმიტომ რომ მაგრად მღერის იმიტომ რომ მაგარი თეატრალური ნიჭის აღმოაჩნდა და პრემიერისთვის ემზადება ხუთაშორის ხო მე კიდე მადლობას ვეთქვი ბარბარეს დედიკოს ბარბარეს მშობლებს თავისთან ნუ ესეთი საოცარი სამი გოგო ყავს რასაკვირველია და აი ეს ყველანაირად გვერდში გიდგან ან შენი დედა და მამიკოც ამერიკიდან რა ფანტასტიკური სიმღერაა ამაზე გითხარი რა ორი კარგი სალამ სიმღერაზე გადავიდეთ კიდე გავაგრძელებ მინდა ასევე უღრმესი მადლობა გადავხადო ჩემ სკოლის მასწავლებელს ქალბატონ ქეთინო ამილახვარს რადგან ძალიან საყვარელია და იგი 4 წლის განმავლობაში სულ ჩემთან და ჩემ კლასელებთან ერთად იყო და სკოლა ძალიან შემაყვარა ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ჩემს სტუდიას ლაპრიმას
ქალბატონ ნინო ლომიძეს, მაგრამ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიამს, ცეკვის მასწავლებელს. ძალიან შემოყვარა ცეკვა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საზაგო ჩიტაშვილს, ჩემ ბუთქუჩუნა მეგობარს, რადგან იგი ყოველთვის სიმღერების ანაჟირებას მეკეთებს ხოლმე და ძალიან მეხმარება იმისთვის, რომ თქვენ ყოველთვის კარგი სიმღერა მოგიმზადოთ ხოლმე. მადლობა ყველასთვის. როგორც კი ზაზათან რეკავრო მოვდივარო, ეგრევე მზად არ. ეგრევე მივდივარ. მადლობა ყველასთვის. ძალიან თუ არის. კი, მადლობა ყველასთვის. და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო ლომიძეს, რადგან ძალიან შემოყვარა სიმღერა და როგორც იცით, მე მხოლოდ მამაზე ვწერ ლექსებს. ჯერჯერობით სხვაზე არავის არ დამეწერია ლექსი და ამაზე ფიციც კი დავდე რომ სხვა ადამიანზე არავის არ დავწერდი ლექსს, რაც არ უნდა მომხდარიყო. მოკლედ ყველაფერი თქვა, კარგად იყავი, დიდი მადლობა, ეს იყო ბარბარე ჯანაშია. მაგრამ როგორც იცით, ახლა მიწევს საზღვარგარეთ წასვლა და მალე ჩამოვალ. რადგან მიწევს საზღვარგარეთ წასვლა, მინდოდა ჩემასწავლებელსაც დამეწერა ლექსი, ქალბატონ ნინო ლომიძეზე და ბოლო წაგიკითხოთ. მოიცა, აბა, კაი, წაგიკითხე, მე გეტყვი. კაი, ამ ლექსს ქვია ჩემო ნინიკო მასწავლებელი. აბა ჩემო ნინიკო მასწავლებელი, მინდა მოგეფეროთ მე ჩემი ლექსით, რომ ყველას ვუთხრა თქვენ ხართ ამ ქვეყნად ყველაზე თბილი მასწავლებელი. ასე გიწოდებთ ჩემო ნიკიმას, თქვენ ხართ მეორე ჩემი დედიკო და თქვენ გამზარდეთ მესამე წლიდან თქვენ სტუდიაში დიდი სიყვარულით. ლაპრიმა არის ჩემი ბავშვობა და მთელი ჩემი ლამაზი წლები. ყველაზე ტკბილი მოგონებები მე გავატარე ამ სტუდიაში. არ დაგივიწყებთ მე თქვენ არასდროს უსაყვარლესო ჩემო ნიკიმას და დაგიფასებთ მე თქვენ იმ ამაკს, რაც გამიწიეთ მთელი ბავშვობა. ბრავო! ოცნება გამიქრა რომ ბარბარეს მასწავლებელი ვიყო. მე ჩვენ დაგვიწერე მეგობრები არა ვარ. დაგიწერთ არ არის პრობლემა. სადმე ბრძანდები აბა ერთი ხე გითხრა. სანამ წავბრძანდებოდე მინდა მოვიკითხო ჩემი მეგობრები. როგორც იცით, ჩვენ ვართ მოკითხებია, მოიცა სტოპ, მოკითხებია ახლა, აბა მოკითხები. როგორც იცით, ჩვენ სტუდიაში ვართ 5G და ჩვენ ვართ უკარგესი მეგობრები და ყოველთვის ერთად ვატარებთ დროს. ეხლა ისინი წავიდნენ სპორებზე, ქობულეთში და აქედან მოვიკითხავ მათ და ჩემ გარეშე როგორ ერთობი და როგორ არ დამელოდეთ. მე იმიტომ ვერ წავედი რომ მომიწია დაესწრო ჩემი წარმოდგენა. და მაგიტომ ვერ წავედი. რა წარმოდგენა? რა წარმოდგენა? სპექტაკლს ვთამაშობ ახლა, მაქვს დაემთხვა ასე ვთქვა ჩემი სპექტაკლი ამ სპორტებს. ეხლა უკვე იქ არიან ვუსურებ კარგ დასვენებას და მინდა მოვიკითხო ჩემი მეგობრების მშობლები, ტაშფანდურა მშობლები. ტაშფანდურა მშობლები კითხულობ. რა სპექტაკლია? მოგვიყევი სპექტაკლიო, სადღაც მივდივარ. ყველაფერი მადლობა მოკითხვა. გავალთ ეთერიდან, გინდა ჩვენ. მაგრამ გაჩ, ჯერ კიდევ მაგრამ მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. ჩვენი დროც მოსულა. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რადგან ყოველთვის ესე მხიარულად მიყავდათ ხოლმე გადაცემა და ჩემთან ერთად ძალიან მხიარულები იყავით. ასევე მინდა რახან მადლობებზე ვართ. მაშინ მადლობა მე მინდა ეხა გითხრა, როცა შენ მე არ ვიყავი და ნატუკას დაეხმარე და გვერდით დაუდექი და სასწაულად გააკეთე შენი საქმე. მინდა გითხრა ისე რომ შემეშინდა კიდეც და მალე გამოვედი საფსაფოში. მე შემეშინა. ვაი და არ თქვა ნატუკა გაიწია, აი ნახე რა მაგარი გოგოა. ბარბარე, ეხლა მოდი მოგვიყევი ახლა რა. მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ეგ თავის. ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა. პოსტივის. რა თქმა უნდა. დღის პოსტს ყველას მადლობა დიდი. სპექტაკლზე გითხარი 2 3 4 5 10 სიტყვა. კაი. სპექტაკლს ვთამაშობთ ახლა 30-ში, სადაც მე ვხებულობ მონაწილეობას და როლად მაქვს დედოფალი ვარ. ძალიან კარგი როლია, ბილეთები უკვე გაყიდვაშია, შეგიძლიათ დაესწროთ და თქვენც მოგწანდით. ჩვენ მოსაწვევებს მოგცემთ თუ ბილეთები ვიყიდოთ, ახლა გითხარი. მოგცემ. ბარბარე, იცი რა მაინტერესებს, მე შეგელაპარაკები როგორც მსახიობს, როგორც კოლეგას. როგორც კოლეგას, ბოლო ერთად მეყავდა. ცხოვრებაში თამაშობ, ხა სცენაზე უნდა ითამაშო. კი, რა თქმა უნდა. ცხოვრებაში თამაშობ, თუ დაგჭირვებია თამაში. ჩემი აზრით ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ხოლმე ის პატარა რაღაცეები. რა ქვია მაგებს, მაგ პატარა რაღაცეებს? ასე ვთქვათ, რაღაცეები ჭირდება ხოლმე. აი რა რაღაცეები პირდაპირ. ხოდა რა. აი ესეთი როლი მაქვს მე პირადად და ცხოვრებაში ჩემი აზრით ყველა სჭირდება ესეთი რაღაცა, ზოგჯერ საჭიროა. აფერისტობას გულისხმობ? აფერისტობა. ჭირდება? რაში აფერის? აი რამ გაიხსენე რამე ესეთი მომენტი, როცა შენ გამოგიყენებია თუნდაც რაში გჭირდება? აი რა დაგჭირებია, ხო? რატო არ სჭირდება? აი მაგალითად იმ დღეს რა კაიხლის ერთი წინა წელს იყო სკოლაში მივდიოდი და
და მოვიტყვე ეს მე მგონი მაქვს თქვენთან თქვენ მოვიტყვე რა სკოლაში ის იყო რა ქვია მასწავლებელთან წავიდი და ვითომ თავი მტკიოდა და ჩემი მამიკო იყო ჩამოსული რა და ვითომ თავი მტკიოდა ცუდად ვიყავი ვაიმე ცუდად ვარ და ჩემმა მასწავლებელსაც რაღა ეკნეხა ჩამიშვა ექიმთან ჩავედი ექიმთან ავდივარ ექიმთან და მეუბნება მიზომავს სიცხეს ოღონდ თან მანამდე გამათფობელი რო იმას მთელი შესვენება ესე მედო თავი რომ გაცხელებულიყო და მასწავლებელს ჩავეში ხო ჩამიშვა მივედი და გამიზომავს ეხა სიცხე იმიტომ რომ დახედა ცხელი ვარ ბოშ ჩამიზომა ეს სიცხე მიზომა ვიზომა მეთი ნახევარ საათგან და ამომიღო დახედა არაფერი არ მჭირს მაგრამ მე ხო ვიცი ხო მამა მელოდება სახით და ბედი არ მაქვს სიცხე არ მაქვს მეთქი ავედი ჩემ მასწავლებელთან ავდივარ და ვეუბნები მას 40 მაქვს მეთქი სიცხე ესე პირდაპირ ვეუბნები ბარბარე რამდენი 40 მაქვს მეთქი სიცხეო და კაიო ბარბარეო მაშინ გაგიშვებ სახშიო დაურეკა დედაჩემ წამიყვანა დედაჩემ ჩავწეკი გამიზომა სიცხე არაფერი არ მქონდა მომეტყუეო მე ჩემი დედიკო კემი ხვდა და ესე მიმატრაკვეცე რა ეხლა მომისმინე აი მატრაკოცობა ძალიან კარგი სიტყვა მოძებნე ეხლა მე მინდა გითხრა მასწავლებლისთვის აი პირობითად რომ გეთქვა რომ მამა ჩამოვიდა გამიშვი არ გაგიშვებდა აი მან ტყუილი რაში დაგჭირდა ეგ ვერ გავიგე მე ველოდებოდი რაღაცა სერიოზულ აფერისტობას. ეს ტყუილი კი არ არის კაცო. ეგ რაღაცა ისეთი რა, უმნიშვნელო, რასაც ყოველი მეორე აკეთებს. სერიოზულ აფერისტობას. შენ გეკითხები, ხო, აბარა, აი მე გეკითხები, ცხოვრებაშიო ადამიანს აფერისტობა სჭირდებაო. აი რა დროს დაგჭირვებია, რომ აი მიმხვდარ ხარ, რომ ადამიანებს აფერისტობა სჭირდება. ამას გეკითხები თორე. ტყუილი ახლა ფეხი გადამიბრუნდა და სახში მინდა ეს ხო ამბავია. ხო, რა ვიცი, ჩემი აზრით მაინც სჭირდებათ, იმიტომ რომ არის ესეთი მომენტები, როდესაც არის ეგეთი საჭირო, მაგრამ ახლა მე პირადად ეგეთი შემთხვევა არ გამომიჩენია. ანუ მისთვის ყველაზე დიდი აფერისტობა არის ის, რომ მამიკოს გამო ხო, წამოსული, ხო, იმატრაკვეცეო. სწორად, თქო ძალიან. ეხლა შენ მოგვიყევი სადაპირებ წასვლა, ცოტა ხანს მივდივარო საქართველოსთან და მე მოვდივარო. რა ხდება? მივდივარ საზღვარგარეთ, ჩემ მამიკოსთან ამერიკაში, იქ ვაპირებთ ჩემი განათლების, ასე რომ ვთქვათ, გაუმჯობესებას. იქ შევდივარ სკოლაში, იქ გავაგრძელებ ჩემ ყველაფერს, წარმატებას, ყველაფერი, რაც კი გავაკეთე, მინდა რომ იქ გავაგრძელო და ბევრად კარგად ვისწავლო ეს ყველაფერი და მე რა თქმა უნდა ჩამოვა ხოლმე აუცილებლად. მომისმინე, შენ ჩამოსვლამდე ჩვენ ჩამოვალთ ჰოლივუდში, რომ გადაგიღოთ დღის პოსტი გესტუმრება შენი. ხო, მარტო წამოვალ, მაგრამ. ხო და რა სუპერ გონდა. ამერიკიდან რო წამოსულ საპირებდი მე უკვე დაამთავრე, განათლება მიიღე და წამოხვედი მე. და მე წამოვალ და ამ განათლებას იცხოვრე ბედნიერად. ჩემ სამშობლოს გამო, აბარა. ეხლა რა მაინტერესებს, ანუ შენ დიდი ხნით მენდე ხარ. ასე რომ თქვა დიდი ხნით მივდივარ იქ ჩავაბარებ სკოლაში და ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ არ დადაგებზე ჩამოვახმე და აუცილებლად გესტუმრები. რა თქმა უნდა. მაგრამ იქ დაჩენას მთელი ცხოვრებით არ ვაპირებ. კარგი, ეხლა მე უკვე წინასწარ ვიცი. რატო არ აპირებ ჯერ ეგ მითხარი? იმიტომ რომ ჩემი სამშობლო მიყვარს და ჩემი სამშობლო ყოველთვის მომენატრება, რა თქმა უნდა. გასაგებია. ხო, მაგრამ შენი სამშობლო ხო მამიკოსაც უყვარს, მაგრამ ჭირდება თავის ცხოვრებიდან გამომდინარე რომ იქ არის. კი, და ის ემიგრანტებსაც უყვართ თავის სამშობლო. ჩამოვიდოდა და მამიკო კიდევ ერთხელ გახსენებ. ვაი არ ჩამოხვალა რას გიზამ. ჩვენ წეუერთდებით ბარბარეს. კი ბატონო. ბარბარე, იცი მე ხარ მაინტერესებს, შენ ხო იქ რო წახვალ. ხო მოგენატრებიან. შენი დაქალები, შენი კლასელები, აი ხა რა ხდება ამ დროს. გასაგებია რომ ყოველდღე შეიძლება ონლაინი კონტაქტოთ. კი. აუცილებლად. მესენჯერი. ყოველთვის უკვე გვაქვს იმის საშუალება ყველას რომ დავურეკოთ ერთმანეთს, ყოველთვის თამაშობთ, ნუ ჩემ მეგობრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მომენატრებიან ისინი, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ესე მიდის ხოლმე, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ისეთი, რომელიც ზუსტად ჩემნაირად არის წასული, კი. ბარბარე. ბევრი მეგობარი. უკვე წარმოგიდგენია იქ რას გააკეთებ, როგორი იქნება იქაური ცხოვრება, კლასელები როგორი იქნება, როგორ სახში იცხოვრებ, აი როგორ გაატარებ თავისუფალ დროს, ეს ყველაფერი წარმოგიდგენია უკვე? ჯერჯერობით არა, მე ყოველთვის მომავალზე დიდად არ ვფიქრობ ხოლმე. აწმყოთ იცხოვრობ? წარსული თუ არ მითხრა ახლა? წარსული საწუნდა, მაგრამ წარსული საჭიროა, იმიტომ რომ რაც დავაშავეთ, ის უნდა გავაუმჯობესოთ მომავალში, რა თქმა უნდა. ხო, ეს კარგია. ეცე რა მაინტერესებს, თუ რაღაცა შეგვეშალა და დავაშავეთ, ის უნდა გაუმჯობესოთ თუ ის როგორც მაგალითი ისე, როგორც აი რაღაცა ცუდი გაკვეთილი, რომ აი მეორეჯერ ესე არ მოხდეს. მაგალითია, იმიტომ რომ ერთხელ რო გააკეთებ, კიდე სამჯერ და ოთხჯერ არ უნდა გააკეთო იგივე. თუ ცუდი რაღაცა ისე უნდა გამოამჯობესო, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა, რაც არ ყველაზე რთული გამოგისწორებია რამე ეგეთი შეცდომა? კი, ბევრი რაღაც გამომისწორებია. ერთი მაინც.
კონცერტებზე ერთხელ კულისიდან შემთხვევით წავიქეცი და ესე გადავარდი და მე მასწავლებელმა ესე გამომიყვანა ეგ და მე გამომჯობესო რომ კულისებში აღარ უნდა ვიყო ხოლმე იმიტომ რომ ეხლა შენიშვნა მქონდა და კიდე ერთი ბავშვი წაიქცა და მაგასაც შენიშვნა მიწეს და მეც ეგრე ვუთხარი რომ მომავალში გავამჯობესო აი ძალიან მარტივი მაგალითები შეუძლია რომ გაუმჯობესოს თავისი ცხოვრება ადამიანმა. ბარბარე, წიგნები რომელიც შენ ძალიან გიყვარს. აი ხო რა სიზავი შენ წაიღებ იმ წიგნებს გადადებული რაც ამერიკისთვის გჭირდება და იქ უნდა წაიკითხო თუ აი დანარჩენს რას აი წავედი ადვილია. არა, წავედი რა თქმა უნდა, ჯერ იქ ვისწავლი რა თქმა უნდა კარგად ინგლისურ ენას, მაგრამ ჯერჯერობით მე რადგან წიგნების წაკითხვა ძალიან მიყვარს, იქ არის ქართული მაღაზია, სადაც იყიდება ქართული წიგნები, არა მარტო წიგნები, ჩოხები, ყველაფერი. ერთი ძალიან დიდი ქართული მაღაზიაა სხვათა შორის და იქ შევდიოდი ყოველთვის და ყოველ კვირა გამომქონდა 6 წიგნი ესე და ესე მოვატრევდი, მეთქი მამა ესენი მინდა. და ესე მივდიოდი ყოველთვის და შემოშლე რომ გითხრათ, ძალიან მომწონს იქაური წიგნები, იმიტომ რომ რაც აქ არის, ყველაფერი იქ არის. შენ რომ მიდიხარ წინასწარ უკვე იცი დამშვიდობების საღამო როგორი იქნება? არა. არა. მაგრამ მამაი შენ პედაგოგებთან შენ მეგობრებთან აი როგორ უნდა ან მაგალითად რაზე დაგწყდება ყველაზე მეტად როგორ უნდა გაგაცილონ აი რაღაცა ესეთი რო ეძახით ხო დამშვიდობების საღამოს რო ყველა ერთად ვიკრიბებით უკვე წინასწარ გააქვს რა ესენი იქნებიან ესენი მოვლენა ესენი თუ ჯერ ამაზე არ ფიქრობ იმიტომ რომ არ მიფიქრია, მაგრამ ეხლა მოვიფიქრე. დავპატიჟებ ყოველს ჩემს სახლში, გავაცნობ ჩემს snows. Snow ჩემი პატარა ძაღლია. და იმასთან დამშვიდობება ყველაზე მეტად გამიჭირდება იცით რა საყვარელია მე მოგიყვანთ გაგაცნობ დავცილებ. აი გოგო ჩანთაში ჩამალე. ჩანთა აქვს ხოთა შორის ძალიან საყვარელი. ყველაზე მეტად აი ძაღლი ახსენეთ თუნდაც რაზე დაგწყდება გული? აი რა მოგენატრება, ვინ მოგენატრება? არის ესეთი რამე, ოღონდ ყველაზე მეტად. ჩემი დაიკვები სნოუ და სამშობლო. შენ დაიკვე სნოუ და სამშობლო. პასუხი ამომწურავია აბსოლუტურად. ჩვენ არ მოგენატრებით ესე იგი. თქვენ ყველაზე ამიტომ ჩვენ იმდენად ხშირად ჩავალთ ბარბარესთან რომ თავს არ მოვანატრებთ. გაიგიანრე? ეხლა მითხარი, შენი ოცნება არის ამერიკული აი რაღაცა ვარსკვლავური ცხოვრება, ჰოლივუდური ცხოვრება? კი. იქ ჰოლივუდში მოხვედრა ძალიან მარტივია, თითქმის ყოველი მეორე იქ ჰოლივუდშია. მე ძალიან მინდა ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავხდე და რაღაც ფილმში გადამიღონ, აუცილებლად ვეცდები ამას. ჯერჯერობით განვითარებას მივიღებ და მე ვეცდები უკვე ჰოლივუდისკენ წავიწიო რა, ნელ-ნელა. ესე იგი შენი მიზანი არის ჰოლივუდში მოხვედრა? როგორც სახიობი თუ როგორც მომღერალე. აი როგორ გინდა დაიმკვიდრო თავი ამერიკაში. მე მინდა ორივე, იმიტომ რომ იქ ორივე საჭიროა. და შეუძლია. ორივე კარგია. სახიობობას სიმღერაც ჭირდება, სიმღერასაც ის თავისი მიმიტები და ის ყველაფერი სჭირდება. ორივე შეუძლია, ცეკვაც შეუძლია, რა ყველაფერი შეუძლია. ლექსის წერა, ცეკვა, სიმღერა, სახიობობა, ყველაფერი ტელეწამყვანობა. მე არ ვიცი, მე ის გადამრჩენია რომ ამ გოგონას ეხა ძალიან მაგრად ჩავეხუტო. უსურო წარმატებული ფრენა, უსურო წარმატებული ცხოვრება, უსურო არაჩვეულებრივი განათლება, რომელიც თავისი სამშობლოსთვის გამოადგება და რა თქმა უნდა თავის სამშობლოში დაბრუნება მამიკოსთან ერთად და თავის ოცნებებში რომ დაუხატავს თავის ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვროს, აი ამის ასრულება მინდა გისურვო და ძალიან მიყვარხარ მინდა გითხრა და მოდი ერთად გავიდეთ რეკლამაზე. მამიკოსთან ერთად მოდი აბა წინ მოდი. დავდექი ჩემო უკრა. აბა რეკლამა